ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ შუა საუკუნეებს, როგორც ომისა და ჭირის ეპოქას, სადაც სიცოცხლე სასტიკად ხანმოკლე იყო. ჩვენ ველოდებით ბრძოლის ველზე დაღუპული რაინდების ან ავადმყოფობით დაცემული გლეხების ისტორიებს. მაგრამ ისტორია ხშირად გაცილებით უცნაურია და, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაცილებით სულელური. დაივიწყეთ გმირული ბოლო ბრძოლები. იმ დროის ზოგიერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს ნამდვილად უცნაური და დამამცირებელი დასასრული ჰქონდა. ამ ვიდეოში ჩვენ ვიკვლევთ ისტორიულ სახის შეხებას. დაბალი კარით დამარცხებული ომის გმირი მეფიდან დაწყებული ირმის მიერ გატაცებული იმპერატორით დამთავრებული. ეს არის სიკვდილის ყველაზე წარმოუდგენლად უცნაური და სულელური გზები. პირველი. მოდით დავიწყოთ მე-9 საუკუნის საფრანგეთის ისტორიით, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა მეფეზე, რომლის ცხოვრებაც დრამის, გმირობის და, რა თქმა უნდა, სახის შეხების ღირსი დასასრულის მორევში იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ლუი ფერზე, რომელიც დაიბადა დაახლოებით 865 წელს. მისი მამა იყო მეფე, რომელიც ცნობილი იყო როგორც ლუი ენაჩავარდნილი. ამიტომ თავიდანვე ოჯახის ისტორია ფერადია. ლუის ტახტზე პრეტენზია მაშინვე საეჭვო გახდა. მისი მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ, რაც სამეფო მემკვიდრეობის სამყაროში უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. უკანონობის ამღრუბელმა გამოიწვია ის, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ დიდებულებამ ახალგაზრდა ლუი აიძულა ძალაუფლება თავის უმცროს ძმასთან, კარლომან ჰეთან გაეზიარებინა, რადგან ბევრმა უბრალოდ უარი თქვა მის ერთადერთ ჭეშმარიტ მეფედ აღიარებაზე. ახლა იფიქრებდით, რომ მეფეს, რომელსაც ცუდი დასაწყისი ჰქონდა, ხელები დაკავებული ექნებოდა და მართალიც იქნებოდით. ფრანკთა სამეფოები დაუნდობლად იტანჯებოდა ვიკინგების თავდასხმებით. მაგრამ სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდა, სადავო მეფე. 891 წლის ზაფხულში, მხოლოდ 16 წლის ასაკში, ლუიმ თავისი არმია ბრწყინვალე ჩასაფრებაში წაიყვანა სკანდინავიელი მძარცველების წინააღმდეგ, სოკურტის სახელწოდებით მდებარე ადგილას. ბრძოლა სასტიკი და სისხლიანი იყო, მაგრამ ყველა მოლოდინის მიუხედავად, ახალგაზრდა მეფის ძალებმა განსაცვიფრებელ გამარჯვებას მიაღწიეს. ისტორიული ანალებიდან ირკვევა, რომ მათ დაახლოებით 9000 ვიკინგი გაანადგურეს. ერთ ღამეში ლუი საეჭვო ტიტულის მქონე მეფიდან თავისი ხალხის გმირად გადაიქცა. მისი სიმამაცე იმდენად აღინიშნა, რომ მის პატივსაცემად დაიწერა ლექსი, რომელშიც ის ღვთის მიერ არჩეულ მეომრად ითვლებოდა. აი, 17 წლის მეომარი მეფე, რომელმაც ევროპის ყველაზე საშიშ მძარცველებს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. მოელოდით, რომ მისი ისტორია ათწლეულების შემდეგ დიდებულ ბრძოლის ველზე დასრულდებოდა, არა? ცდებით. სულ რაღაც 1 წლით წინ, 882 წლის აგვისტომდე. მოწინააღმდეგე, რომელიც ამ დიდი გმირის სიცოცხლეს შეიწირავდა, არ იყო ვიკინგელი ბერსერკერი. ეს იყო კარის კარი. ლუი ცხენზე ამხედრებული იყო და თამაშ-თამაშით მისდევდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც მას მოსწონდა. როდესაც ლუი თამაშ-თამაშით ცდილობდა გაქცევას, ლუიმ ცხენი მამის სახლისკენ წაიყვანა. ლუი, თინეიჯერული თავხედობით სავსე, მაშინვე მისდევდა. ლუი დაბალი ქვის თაღის ქვეშ დაიხარა, რომ სახლში შესულიყო, ლუიმ კი არა. მან თავი მთელი სისწრაფით ჩაარტყა მძიმე ქვის ლინტელს და თავის ქალა მოიტეხა. სოკურის ცნობილი გამარჯვებული უცერემონიოდ ჩამოაგდეს ცხენიდან და მალევე გარდაიცვალა, არქიტექტურით დამარცხებული. ამ ტრაგედიის ბოლო, უცნაური შენიშვნა ის არის, რომ ბედი დიდად არ იყო უფრო კეთილი მისი ძმის, კარლომან ჰერის მიმართ. ლუის გარდაცვალების შემდეგ, კარლომანმა ვერ შეძლო ძმის წარმატების გამეორება ვიკინგების წინააღმდეგ. სულ რაღაც 2 წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა, მსხვერპლი იმისა, რასაც დიდსულოვნად ნადირობის შემთხვევას უწოდებენ. უფრო კონკრეტულად, გარეულ ღორთან ბრძოლისას, მისმა საკუთარმა მსახურმა, დახმარების სასოწარკვეთილი მცდელობისას, შემთხვევით მეფეს ფეხში დანა ჩაარტყა. როგორც ჩანს, უცნაური და სამწუხარო დასასრული მხოლოდ ოჯახური წყევლა იყო ლუი მეძავის შვილებისთვის. ნომერი 2. აქ მოცემულია ბასილი პირველის ისტორია, კაცის, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა ისეთივე სანახაობრივი იყო, როგორც მისი დასასრული უცნაური. ჩვენი ისტორია იწყება არა სასახლეში, არამედ მინდორში. ბასილი მაკედონელი გლეხი იყო, მოკრძალებული წარმოშობის კაცი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ბრწყინვალე, მზაკრულ საიმპერატორო კარზე მხოლოდ საკუთარი ძალით, ხიბლითა და დაუნდობელი ამბიციის ძლიერი დოზით მივიდა. მან სწრაფად მიიპყრო მოქმედი იმპერატორის, მიქაელ ფერის ყურადღება და მხოლოდ ნებისყოფის წყალობით, ნულიდან მიაღწია წარმატებას და იმპერატორის ყველაზე სანდო ფავორიტი გახდა. მაგრამ მწვერვალისკენ მიმავალი გზა იშვიათად არის მარტივი.
დაახლოებით 865 წელს მათი ურთიერთობა ძალიან უცნაური მიმართულებით წავიდა. იმპერატორმა, რომელიც მთლიანად შეყვარებული იყო თავისი საყვარლით, უბრძანა ბასილს წარმოუდგენელი გაეკეთებინა. გაეყარა საკუთარი გლეხის ცოლი და მასზე დაქორწინებულიყო. ბასილიმ, რომელიც ყოველთვის ოპორტუნისტი იყო, ხოხმანის გარეშე შეასრულა ეს დავალება. 1 წლის შემდეგ მისი ერთგულება დაჯილდოვდა, როდესაც მიქაელმა იგი თანაიმპერატორად გამოაცხადა, რითაც ოფიციალურად გაიზიარა ტახტი. თუმცა, ბასილის მსგავსი ადამიანისთვის გაზიარება საკმარისი არ იყო. უმაღლესი ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ვნებით აღძრულმა. მან მოაწყო სისხლიანი მკვლელობა იმ ადამიანისა, რომელმაც ის სიღარიბიდან ამოიყვანა იმპერატორ მიქაელის. 866 წელს მან ტახტი თავად აიღო და გახდა ერთადერთი მმართველი და ძლიერი მაკედონიის დინასტიის პირველი იმპერატორი. ძალაუფლებისკენ სისხლიანი გზის მიუხედავად, ის ყველა ცნობით წარმატებული და პატივცემული მონარქი იყო, რომელიც თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში ეფექტურად მართავდა. გადავინაცვლოთ 886 წლის ზაფხულში. წარმოიდგინეთ ბასილი, ახლა უკვე გამოცდილი იმპერატორი, ნადირობაზე. ის ხედავს დიდებულ ირემს და წინ გაიქცა. თანამგზავრებს გამოეყო. ირემი, რომელიც მიხვდება, რომ მას მხოლოდ ერთი კაცი მისდევს, მოულოდნელად ჩერდება, ბრუნდება და იმპერატორს თავს ესხმის. ბასილი შუბს ესვრის, მაგრამ ირემი უშედეგოდ აშორებს თვალს ირმის შთამბეჭდავ რქებს. და სწორედ აქ ვითარდება ამბავი უბრალო ნადირობის შემთხვევითობიდან ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ სიკვდილამდე. როდესაც ირემი თავს ესხმის, ის იმპერატორს ისე არ ურტყამს, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის ნაცვლად, მისი რქების წვერები რატომღაც ბასილის ქამრის ქვეშ ეხვევა და მას მყარად ებღაუჯება. შემდეგ ძლიერი ირემი ბიზანტიის იმპერიის მმართველს ცხენიდან ახავს და ტყეში გარბის, კარტოფილის ტომარასავით მიხავს. წარმოგიდგენიათ ეს სანახაობა? მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი, ირმის რქებზე ჩამოკიდებული, გასაოცარ 16 მილზე ათრევს უდაბნოში. საბოლოოდ ის მისმა ერთ-ერთმა მსახურმა იპოვა, რომელმაც მოახერხა ირმის შეჩერება და იმპერატორის დანით გათავისუფლება. მაგრამ ბასილის განსაცდელი ამით არ დასრულებულა. გაოგნებული, სისხლმდენი და სრულიად დამცირებული, მისი პარანოიდული გონება, იგივე პარანოია, რომელმაც მას ტახტის ხელში ჩაგდებაში დაეხმარა, არა გადარჩენას, არამედ მკვლელობის მცდელობას ხედავდა. იმპერატორის რანგში თავის უკანასკნელ ქმედებაში მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ კაცი, რომელმაც ახლახან გადაარჩინა მისი სიცოცხლე. მალევე ბასილი პირველი გლეხი, რომელიც იმპერატორი გახდა, გარდაიცვალა 16 მილის სიგრძის ირმებზე ჯირითის შედეგად მიღებული მძიმე შინაგანი ჭრილობების შედეგად. ბედისწერის ყველაზე უცნაური ირმის მსხვერპლი გახდა. ნომერი 3. მოდით, დავუბრუნდეთ მე-10 საუკუნეს, წმინდა რომის იმპერიასა და გერმანიის ქალაქ მაინცში. აქ ჩვენ ვხვდებით თეთრკანიან კაცს, მთავარეპისკოპოს ჰატოფეს, ერთი შეხედვით, ჰატო საზოგადოების საყრდენი, ღვთისმოსავი ლიდერი იყო. ის ცნობილი იყო თავისი კეთილი საქმეებით, როგორიცაა დიდებული ეკლესიის მშენებლობა, ადგილობრივი სააბატოებისთვის გულუხვად შემოწირულობების გაღება და ხელოვნების მფარველი ყოფნა. მაგრამ ამ ღვთისმოსაობის ნიღბის მიღმა ქვის გული იმალებოდა, სული, რომელსაც სიხარბე და შემზარავი სისასტიკე აწუხებდა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა მწყემსვაც მას ევალებოდა. წარმოიდგინეთ პატარა, შთამბეჭდავი ქვის კოშკი, რომელიც აშენდა კუნძულზე, ძლევამოსილი მდინარის, რაინის შუაგულში. ეს არ იყო ციხესიმაგრე ხალხის დასაცავად, ეს იყო ჰატოს პირადი გადასახადის ჯიხური. მან მის კედლებში მშვილდოსნები და არბალეტები განალაგა, არა თავდაცვის მიზნით, არამედ ნებისმიერი გემისგან ფულის გამოძალვის მიზნით, რომელიც გაბედავდა გავლას. ყველა გემი იძულებული იყო ხარკი გადაეხადა მთავარეპისკოპოსისთვის, ავსებდა მის ხაზინას, სანამ ის თავის სამწყსოს აშრობდა. ამ ნაგებობამ მოგვიანებით ახალი, უფრო სამარცხვინო სახელი დაიმსახურა, თაგვის კოშკი. შემდეგ 974 წელს კატასტროფა დატრიალდა. საშინელი შიმშილობა მოიცვა მთელ მიწაზე. მინდვრები უნაყოფო იყო და ხალხი შიმშილით კვდებოდა. სანამ მისი მრევლი იღუპებოდა, ჰატოს ბეღლები სავსე იყო მის მიერ შეგროვებული მარცვლეულით. მან გახსნა ისინი მშივრების გამოსაკვებად? არა. მან მათი სასოწარკვეთა ბიზნესს შესაძლებლობად მიიჩნია და მარცვლეული იმდენად მაღალ ფასად გაყიდა, რომ მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მუჩა მისი შეძენა, ღარიბებს კი სიკვდილის პირას ტოვებდა. ხალხის შიმშილის ზრდასთან ერთად მათი რისხვაც იზრდებოდა. აჯანყების ჩურჩული მთავარეპისკოპოსის ყურებამდე მიაღწია. საკუთარი ტყავის გადარჩენის შიშით, ჰატომ ბოროტი და მონსტრული გეგმა შეიმუშავა.
მან გრანდიოზული განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ საბოლოოდ ყველას გამოკვებავდა. მან სასოწარკვეთილ მშიერ მასებს უთხრა, რომ შეკრებილიყვნენ თავის ერთ-ერთ უდიდეს ბეღელში და დაჰპირდა მათ იმდენი მარცვლეულის ტარებას, რამდენიც შეეძლოთ. იმედის ტალღა გავრცელდა ხალხში, როდესაც ისინი ბეღელში შეიკრიბნენ. მათი გამხდარი სხეულები ავსებდნენ უზარმაზარ, ცარიელ სივრცეს და ოცნებობდნენ პურზე, რომელიც მათ ოჯახებს გადაარჩენდა. ისინი შიგნით ელოდნენ, მათი იმედი ნელ-ნელა დაბნეულობაში გადაიზარდა. ბეღელი ცარიელი დარჩა. მოულოდნელად თავად ჰატო მოვიდა, მაგრამ მარცვლეული არ მოუტანია. მან მხოლოდ ჯარისკაცები მოიყვანა. მისი ბრძანებით მძიმე ხის კარები მიხურეს და გარედან ჩაკეტეს, ხაფანგში მოყვა ყველა კაცი, ქალი და ბავშვი. შემდეგ მან საბოლოო, საშინელი ბრძანება გასცა, ცეცხლი წაეკიდათ. როდესაც ცეცხლმა ბეღელი შთანთქა და ჰაერი ცოცხლად დამწვართა მტანჯველი კივილით აივსო, ჰატომ როგორც ამბობენ, უგულოდ გაიცინა და თავის კაცებს უთხრა, ისმინეთ თაგვების ჯრიალი. მაგრამ ბოროტების ეს უკიდურესი აქტი დაუსჯელი არ დარჩებოდა. ლეგენდის თანახმად, რაც შემდეგ მოხდა, ღვთაებრივი შურისძიების ტალღა იყო. ჰატოს მოულოდნელად თაგვები შეეყარა. არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათასობით ადამიანისგან შემდგარი, მოკუნტული, შეუჩერებელი არმია. ისინი მის სასახლეს დაესწრნენ, ბეწვისა და კბილების ჯრიალივით. შეშინებული ჰატო კუნძულზე მდებარე თავის ქვის კოშკში გაიქცა, იმ იმედით, რომ მდინარე დაიცავდა მას. ის ცდებოდა. შურისმაძიებელი ძალით მართული თაგვები მდინარეში გადაცურავდნენ. ისინი ქვის კედლებზე ავიდნენ, ფანჯრებიდან შეიჭრნენ და ბოროტი მთავარეპისკოპოსი კუთხეში მოაქციეს. იქ კოშკში, რომელიც მისმა სიხარბემ ააშენა, მათ მას იგივე გაუკეთეს, რაც მან თავის ხალხს გაუკეთა. ცოცხლად შეჭამეს. მე-19 საუკუნის პოეტმა რობერტ საუთიმ შესანიშნავად აღწერა ეს საშინელი ლეგენდა და დაწერა. ემათ კბილები ქვებს გაულესეს და ახლა ეპისკოპოსის ძვლებს აჭრიან, ყველა კიდურიდან ხორცს ხრღნიან რა. ნომერი 4. როდესაც მეფის სიკვდილზე ფიქრობთ, ალბათ წარმოგიდგენიათ დიდებული, გმირული სცენა სისხლიან ბრძოლის ველზე, ხელში מחვილით. მაგრამ ისტორიას, როგორც იცით, გაცილებით ბნელი და დამახინჯებული იუმორის გრძნობა აქვს. მოდით, 1016 წელს დავუბრუნდეთ და შევხვდეთ ინგლისის მეფეს, რომლის მეტსახელიც დიდებულებას კუპირდებოდა, მაგრამ მისი დასასრული სხვა არაფერი იყო. მისი სახელი იყო ედმუნდ ფეხ, მაგრამ ისტორია მას ედმუნდ რკინის საიდის სახელით დაამახსოვრდება. ედმუნდმა მემკვიდრეობით მიიღო სამეფო, რომელიც ომის მდგომარეობაში იყო. მისმა მამამ ეთელრედ უმოძრაომ ინგლისი ქაოსში დატოვა, ლეგენდარული კნუთ დიდის მეთაურობით დანიელების მასიური შემოსევის წინაშე. თუმცა, ედმუნდი უმოძრაოს საპირისპირო იყო. მან თავისი საშინელი მეტსახელი, რკინის მხარდამჭერი, დაიმსახურა თავისი სიმამაცისა და დაუნდობელი ენერგიისთვის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან გააერთიანა ინგლისელები და პირადად ხელმძღვანელობდა მათ 5 მთავარ ბრძოლაში დანიის ძალების წინააღმდეგ, რითაც სასტიკი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წარმოუდგენელი სიმამაცის მიუხედავად, დანიის არმიის ძალა დაუძლეველი იყო. ედმუნდი საბოლოოდ დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, რომელმაც სიტყვასიტყვით ორად გაყო მისი სამეფო. მას უფლება მიეცა უესექსის სამხრეთი ტერიტორია თავისთვის შეენარჩუნებინა, ხოლო კნუტი დანარჩენს მართავდა. შეთანხმებას სასიკვდილო ხაფანგი ჰქონდა, რომელი მათგანი პირველი მოკვდებოდა, მეორე მთელ სამეფოს დაიმკვიდრებდა. კალმის ერთი მოსმით, ედმუნდის სიცოცხლე ახლა მუდმივ საფრთხეში იყო. მხოლოდ 7 თვის მეფობის შემდეგ, ძლიერი ედმუნდ რკინის მხარდამჭერი გარდაიცვალა. დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალური ვერსია, რომელიც გერმანელმა მემატიანემ, ბრემენელმა ადამიანმა ჩაწერა, ისმოდა, რომ ის მოწამლეს. ეს მეფის უეცარი გარდაცვალების გავრცელებული და მოსახერხებელი ახსნა იყო. თუმცა, საუკუნის მწერლის, ჰენრი ჰანტინგდონელის, გაცილებით დეტალური ჩანაწერი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც იმდენად უცნაური და დამამცირებელია, რომ თითქმის დაუჯერებელია. ჰანტინგდონის თანახმად, ედმუნდი საბანკეტო დარბაზში არ მოწამლეს. ის ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მოკლეს, ტუალეტში იჯდა. მემატიანეს სიტყვებით, მეფეს ჰქონდა შესაძლებლობა, სახლში წასულიყო ბუნების მოთხოვნილებების შესამსუბუქებლად. მან არ იცოდა, რომ მკვლელი, დიდგვაროვანი ედრიკის ვაჟი, ყარს გარეთ არ ელოდა, არამედ უნიტაზის ქვეშ ჯაში იმალებოდა. როდესაც მეფე დაჯდა, მკვლელმა დაარტყა. მან მეფეს ბასრი ხანჯლით ორჯერ დაჭრა ქვემოდან. წარმოგიდგენიათ იმ მომენტის შოკი და საშინელება. ქვემოდან ყველაზე უღირსი გზით დაესხნენ თავს.
შემდეგ მკვლელმა თავისი საზარელი დავალება დაასრულა. იარაღი მუცელში მიატოვა და გაიქცა. ედმუნდ აირონსაიდი მეომარი, რომელიც ჯარებს დაუპირისპირდა, ტუალეტში მოკლეს, როგორც ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ტუალეტის გადატრიალების მსხვერპლი. ნომერი მეხუთე. ჩვენი შემდეგი უცნაური შუა საუკუნეების დასასრულის ისტორია მე-15 საუკუნის შოტლანდიაში გადაგვიყვანს, მეფესთან, რომლის მოხიბლაც თავისი დროის უახლესი ტექნოლოგიებით მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. გაიცანით ჯეიმზ დაბადებული 1430 წელს. დაბადების მომენტიდან მას ჰქონდა გასაოცარი თვისება, რომელიც მას განსხვავდებოდა, გამოკვეთილი, ჟოლოსფერი დაბადების ნიშანი, რომელიც მის სახის ერთ მხარეს ფარავდა, რამაც მას დაუვიწყარი მეტსახელი, ცეცხლოვანი სახე შეარქვეს. მისი ცხოვრება ძალადობასა და არეულობაში იყო გაბატონებული. როდესაც ის მხოლოდ 6 წლის ბიჭი იყო, მისი მამა, მეფე ჯეიმზ, სასტიკად მოკლეს. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, რომელიც ძლივს საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ გაეგო, მოულოდნელად შოტლანდიის ტახტზე ავიდა. მისი მეფობა არ იყო მშვიდობიანი გამოცხადებების პერიოდი, ეს იყო მუდმივი, სასოწარკვეთილი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ქაოტური ჩადრაკის თამაში ისეთი ძლიერი, მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ოჯახების წინააღმდეგ, როგორებიც არიან პერსები და დუგლასები, რომლებიც ახალგაზრდა მეფეს ვიგენებივით გარს ერტყნენ. როგორც მამაკაცი, ჯეიმსი ღრმად ჩაერთო დიდ ინგლისურ კონფლიქტში, რომელსაც ახლა ვარდების ომების სახელით ვიცნობთ. 1460 წელს მან ინგლისელებისგან სტრატეგიული როქსბურგის ციხესიმაგრის დაბრუნება გადაწყვიტა. ამისათვის მან სიტყვასიტყვით გამოიყენა დიდი ქვემეხები. ის მოხიბლული იყო უახლესი და უდიდესი სამხედრო ტექნიკით, მასიური ქვემეხებით. ეს არ იყო ის საიმედო იარაღი, რაც დღეს ვიცით, ისინი იყვნენ არასტაბილური, არაპროგნოზირებადი რკინის არსებები, რომლებიც ისეთივე საშიში იყო მათი ოპერატორებისთვის, როგორც მტრისთვის. სწორედ ამ მოხიბლამ განსაზღვრა მისი ბედი. ალყის დროს ჯეიმსის ცნობისმოყვარეობამ სძლია მას. იმდროინდელი მემატიანე გვეუბნება და მე ციტირებას ვაკეთებ, რომ ეს პრინცი უფრო ცნობისმოყვარე, ვიდრე მას შეეძლო, артილერიის გაშვებისას მსროლელებთან ახლოს იდგა. ის სახიფათოდ ახლოს იდგა თავის ერთ-ერთ ძვირფას ქვემეხთან, მასიურ იარაღთან, რომელსაც მეტსახელად ლომი ერქვა. როდესაც მსროლელებმა ფიტულს აანთეს, მტრისკენ ღრიალის ნაცვლად, ქვემეხის დეფექტურმა რკინის ლულამ ვერ გაუძლო უზარმაზარ წნევას. ის აფეთქდა. იმავე მემატიანემ ნათლად აღწერა, თუ რა მოხდა შემდეგ. მისი ბარძაყის ძვალი ორად გაიჭრა არასწორად დამაგრებული იარაღის ნაჭერმა, რომელიც სროლისას გატყდა. უსწორმასწორო ლითონის უზარმაზარი ნატეხი გვერდზე გადაფრინდა. მეფეს მოხვდა და კინაღამ ფეხი მოაჭრა. როგორც ტექსტშია ნათქვამი, ის მიწაზე დაეცა და ნაჩქარევად გარდაიცვალა. ის მხოლოდ 29 წლის იყო. ტრავმებით სავსე ბავშვობისა და მუდმივი პოლიტიკური ომის მეფობის შემდეგ, მეფე ჯეიმსი ცეცხლოვანი სახით საბოლოოდ არა მკვლელის ხანჯლით ან მტრის ხმლით, არამედ საკუთარი იარაღის კატასტროფული გაუმართავობით მოკლეს, რაც მისმა საბედისწერო ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია. ნომერი მეექვსე. მოდით ვიმოგზაუროთ ეგვიპტისა და სირიის მზით გახურებულ მიწებზე. თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ცბიერი მმართველის, სულთან ბეიბარსის კარზე. ცნობილი როგორც ალბუნდუგდარი, რაც ითარგმნება როგორც დიდი ვეფხვა. ბეიბარსი დაუნდობელი ლიდერის განსახიერება იყო. ის მამლუქი სულთანი იყო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებით იყო შეპყრობილი და მან შექმნა ჯაშუშების დახვეწილი და ფართომასშტაბიანი ქსელი, რათა ერთი გადამწყვეტი ნაბიჯით წინ ყოფილიყო მისი მრავალი მტრისგან, რომელთა შორის იყვნენ როგორც ევროპელი ჯვაროსნები, ასევე მონღოლთა ძლიერი ურდოები. ის ინტრიგების ოსტატი იყო, კაცი, რომელიც თვლიდა, რომ შეეძლო ყველა შედეგის კონტროლი. 1277 წელს ბაიბარსი ღრმად შეშფოთებული იყო. მისმა კარის ასტროლოგებმა, კაცებმა, რომელთა წინასწარმეტყველებებსაც ის ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, წარმოთქვეს შემზარავი წინასწარმეტყველება, რომ მეფე მალე მოწამვლით მოკვდებოდა. ისეთი პარანოიკის მქონე ადამიანისთვის, როგორიც ბაიბარსი იყო, ეს არ იყო გაფრთხილება, რომელიც მსუბუქად უნდა მიეღოთ. მან მაშინვე დაიწყო ინტრიგების გეგმის შედგენა, არა წინასწარმეტყველების თავიდან ასაცილებლად, არამედ მისი კონტროლისთვის. ანატოლიაში სამხედრო ლაშქრობიდან ახალი დაბრუნებული, მისი გონება სავსე იყო შურით პოპულარული აიუბიდი პრინცის მიმართ, რომელიც იქ მართავდა. ბაიბარსმა გადაწყვიტა, რომ ეს პრინცი იქნებოდა წინასწარმეტყველებაში მეფე. სამიზნის შერჩევის შემდეგ, სულთანმა ბოროტი და რთული გეგმა შეიმუშავა. მან არაფრის მომცემი პრინცი დამასკოში დიდებულ ნადიმზე მიიწვია, რაც დიდი პატივისცემის ჟესტი იყო, რომელიც მის სასიკვდილო განზრახვებს ნიღბავდა.
მდიდრული ნადიმზე თავად ბეიბარსმა საკუთარი ხელით სასიკვდილო, სწრაფად მოქმედი შხამი ჩაასხა თავის მდიდრულ სასმისში, დიდებულ სასმისში, რომელიც კუმისის სახელითაა ცნობილი. შემდეგ მან ეს სასმისი პრინცს უმაღლესი კეთილგანწყობის ნიშნად შესთავაზა. ძლევამოსილი სულთნის ჟესტით აღფრთოვანებულმა პრინცმა პატივი მიიღო და მოწამლული სასმისიდან ღრმად დალია. საქმე შესრულდა. შემდეგ მსახურმა პრინცს სასმისი წაართვა, რათა შემდეგი სადღეგრძელოსთვის შეევსო. რაც მთავარია, მსახურს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სასმისი მოწამლული იყო. არაფრის გაცნობიერების გარეშე მან სასმისი ხელახლა შეავსო და სამეფო კარის მკაცრი პროტოკოლების დაცვით, სასმისი მის კანონიერ მფლობელს სულთან ბეიბარს დაუბრუნა. სულთანმა, რომლის გონებაც, სავარაუდოდ, თავისი შეთქმულების წარმატებითა და სახელმწიფო საქმეების სხვა საკითხებით იყო დაკავებული, უყურადღებოდ აიღო სასმისი და თავად დალია. შხამის უფრო დიდი დოზის მიღების შედეგად, აიუბიდი პრინცი იმავე ღამეს სწრაფად გარდაიცვალა, როგორც ბეიბარს ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, სულთანმა, რომელმაც თასში დარჩენილი ძლიერი ნარჩენები გადაყლაპა, ვერ გადაურჩა. მალევე მძიმედ დაავადდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მტანჯველ ტანჯვაში იტანჯებოდა, სანამ საბოლოოდ მოკვდებოდა. დიდი პანტერა, ადამიანი, რომელიც ცდილობდა თავად ბედის წერას, საკუთარი სრულყოფილი, ჩახლართული შეთქმულების მსხვერპლი გახდა. წინასწარმეტყველება ახდა, მაგრამ არა ისე, როგორც მან ასე ამპარტავნულად დაგეგმა. ნომერი მე-7. მოდით, მე-11 საუკუნის უნგრეთში ვიმოგზაუროთ, რათა შევხვდეთ მეფეს, რომლის მეტსახელიც დიდებულ დასასრულს კუპირდებოდა, მაგრამ ბედმა სახალისო ფრაზა მოგვიტანა. გაიცანით ბელას, კაცი, რომელიც ცნობილია როგორც მოკრივე ან ჩემპიონი. ახლა, ასეთი სახელით, თქვენ ელოდებით ისტორიას მეომრის შესახებ, რომელიც ბრძოლის ველზე დიდების ალში ხვდება თავის დასასრულს, არა? ისტორიას ბნელი იუმორის გრძნობა აქვს. ბელას ცხოვრება თავიდანვე კონფლიქტებსა და ტრაგედიაში იყო ჩაქსოვილი. მისი მამა, პრინცი სახელად ვაზული, სასტიკად დააბრმავა და დააპატიმრა საკუთარმა ბიძაშვილმა, მეფე სტეფანე ხმა. მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ბელა და მისი ძმები იძულებულნი გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ და გადასახლებულებად ეცხოვრათ. ისინი სამშობლოს გარეშე მყოფი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ოჯახის სისხლიანი წარსულის ტვირთს ატარებდნენ. წლების შემდეგ ისინი დაბრუნდებოდნენ და ბელას ძმა, ანდრია, მეფედ კურთხეული იქნებოდა. მაგრამ ძმებს შორის მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ძალაუფლება ძლიერი შხამია და ბელა, ბრძოლაში გამოუცდელი მეომარი, საბოლოოდ საკუთარი სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ აჯანყდა. ის ბრძოლის ველზე თავის ძმას, ანდრიას, სასიკვდილოდ დაჭრა და 1060 წელს ტახტი დაისაკუთრა. მან გადასახლებიდან დაბრუნების გზაზე იბრძოლა, საკუთარ ძმას შეებრძოლა და საბოლოო პრიზი მოიპოვა. ახლა ის იყო მეფე ბელა პირველი, უნგრეთის ჩემპიონი. თუმცა, მისი მეფობა სრულიად მშვიდობიანი არ იყო. ის უზარმაზარ ზეწოლას განიცდიდა ძლიერი საღვთო რომის იმპერიისგან, რომელიც მის ძმისშვილს, სოლომონს, კანონიერ მემკვიდრედ უჭერდა მხარს. 1063 წლისთვის, გერმანიის მიერ მხარდაჭერილი მასიური შემოჭრის წინაშე, ბელამ რთული არჩევანი გააკეთა. სამეფოს კიდევ ერთ დამანგრეველ ომში ჩაძირვის თავიდან ასაცილებლად, მან გადაწყვიტა, რომ ტახტი ძმისშვილის სასარგებლოდ დაეთმო. წარმოიდგინეთ სცენა, ძლიერი მეომარი, ბოქსიორი, თავის საზაფხულო სასახლეში, ემზადება მშვიდობიანად დათმოს გვირგვინი, რომლის მოსაპოვებლადაც სისხლი დაღვარა. სწორედ ამ მომენტში გადაწყვიტა ბედმა ჩარეულიყო ყველაზე უცნაური გზით. როდესაც ბელა თავის დიდებულ, შთამბეჭდავ ტახტზე იჯდა, რომელიც მისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის სიმბოლო იყო, ის მოულოდნელად მის ქვეშ ჩამოინგრა. უძველესი უნგრული განმანათლებლური ქრონიკა მოგვითხრობს, რომ მთელი ნაგებობა, სავარაუდოდ მძიმე ხის ტახტი უბრალოდ დაიშალა. დაცემა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეფე ნახევრად მკვდარი დარჩა. დიდი მეომარი, კაცი, რომელმაც გადასახლება გადაიტანა და სამოქალაქო ომში გაიმარჯვა, საბოლოოდ დაამარცხა გაუმართავმა ავეჯმა. ის მიყენებული ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა, რაც ადასტურებს, რომ ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელი მტერი ცუდად აწყობილი სკამია. ნომერი მე-8. აქ არის კაცის ისტორია, რომლის საშინელი დასასრული მისივე ბოროტი ცხოვრების შემზარავი ანარეკლი იყო. მოდით ვისაუბროთ ნავარელის ჩარლზ ერზე, კაცზე, რომელიც იმდენად საძულველი იყო, რომ ისტორია მას მხოლოდ ერთი სახელით, კარლ ბოროტით იხსენებს. 1322 წელს სამეფო ოჯახში დაბადებული ჩარლზი ნავარას მეფე გახდა და ასევე აკონტროლებდა ნორმანდიაში ძვირფას მიწებს.
ამან იგი უნიკალურად გავლენიან პოზიციაზე დააყენა საფრანგეთსა და ინგლისს შორის ეპიკური ბრძოლის დროს, რომელიც ცნობილია როგორც ასწლიანი ომი. მაგრამ ჩარლზმა მხარე არ აირჩია და არ იბრძოდა რაიმე მიზნისთვის, პირიქით, ის ორივე მხარეს ერთმანეთის წინააღმდეგ ათამაშებდა, როგორც ოსტატი მარიონეტების ოსტატი, მუდმივად გადასცემდა ერთგულებას იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის ხარბ ამბიციებს წინ წაწევდა. ერთგულება მისთვის მხოლოდ სიტყვა იყო, ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და შემდეგ გადაგეგდოთ. მისი ხასიათის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, მან იქორწინა საფრანგეთის მეფის, ჟან ჰერის ქალიშვილზე. იფიქრებდით, რომ ეს ოჯახურ კავშირს გაამყარებდა, არა სწორია. ჩარლზი იმდენად იყო შურით შეპყრობილი მეფის საყვარელი კარისკაცის მიმართ, რომ უბრალოდ ცივსისხლიანად მოკლა ეს კაცი. მან ინგლისელებთან შეთქმულება მოაწყო საფრანგეთის დასაყოფად, მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ ფრანგმა და ინგლისელმა მეფეებმა მის გარეშე მშვიდობა დადეს, მან სამეფო ისტერიკა მოაწყო პარიზის ქუჩებში ქაოსისა და ანარქიის განზრახ გაღვივებით. მოკლედ, ის ნამდვილად საშინელი ადამიანი იყო. სასიამოვნოა, რომ მისი სიკვდილიც კი საშინელი იყო. 1387 წლისთვის, 54 წლის ასაკში, მას სტრესისა და ექსცესების მთელი ცხოვრება დაეწია. დამაუძლურებელმა დაავადებამ იგი სრულიად პარალიზებული დატოვა. მას საკუთარი კიდურების გამოყენებაც კი არ შეეძლო. სასოწარკვეთილებაში მან ექიმთან კონსულტაცია გაიარა, რომელმაც მართლაც უცნაური და საშიში რეცეპტი შეურჩია. ექიმმა ბრძანა მეფე თავიდან ფეხებამდე შეეხვიათ თეთრეული სეცრებში, რომლებიც ბრენდით იყო გაჟღენთილი, რაც ფაქტობრივად ადამიანურ კოქტეილად აქცევდა მას. შემდეგ ის ამ აალებადი ტომარაში უნდა შეეკერათ კისრამდე. წარმოიდგინეთ სცენა. გვიანი ღამეა და სასახლის მომსახურეს მეფის ალკოჰოლური პერანგის ბოლო ნაკერის შეკერვა ევალება. როდესაც ის ამთავრებს, ძაფის პატარა ნაჯერი რჩება. მაკრატლის საძებნელად ერთი წამის დახარჯვის ნაცვლად, ის საბედისწერო გზას ირჩევს. ის გადაწყვეტს, უბრალოდ სანთლით დაცვას თავისუფალი ბოლო. როგორც კი ალი ძაფს შეეხო, ბრენდით გაჟღენთილი თეთრეული აალდა. მეფე ლურჯი ცეცხლის სვეტში მოექცა. შეშინებულმა მომსახურემ იკივლა, სანთელი დააგდო და გაიქცა, მეფე კი ბედის სანაბარა მიატოვა. კარლ ბოროტი, კაცი, რომელიც სამეფოებს მანიპულირებდა, სრულიად უმცეო იყო. მას არ შეეძლო კუნთის მოძრაობა თავის გადასარჩენად და ცოცხლად დაიწვა საკუთარ საწოლში. საშინელი დასასრული, რომელიც ბევრის აზრით, კარმის შესაფერისი დოზა იყო ასეთი ბოროტად გატარებული ცხოვრებისთვის. კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს ბოლოს მივახციეთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რჩევები თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. ამიტომ თუ ამ ვიდეომ რამეში დაგეხმარათ დაფიქრებაში ან სწავლაში, დატოვეთ მოწონება და კომენტარი, რათა მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს სიბრძნის ძალა. თუ არ იცით რა კომენტარი დაწეროთ, აკრიფეთ მე ბრძენი ვარ, რათა შემატყობინოთ, რომ ბოლომდე მიაღწიეთ და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, გთხოვთ გამოიწეროთ. გახსოვდეთ, რომ ყველა პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული განვითარების გზაზე. განაგრძეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. გმადლობთ ყურადღებისთვის.